ნონა მხოლოდ წითელ და მწვანე საქაღალდეებს იყენებს, თითოეულ საქაღალდეს თითო წინადადება აწერია. ამასთან მწვანე საქაღალდეს ყოველთვის სიმართლე აწერია, წითელს კი ყოველთვის ტყუილი. ცნობილია, რომ ამ ხელშეკრულებიდან, ამ საქაღალდეებიდან მხოლოდ ერთში ინახება ხელშეკრულება. ესე იგი, ბევრი მწვანე და ბევრი წითელი საქაღალდე ჰქონია. მწვანეები სიმართლე, წითლები ტყუილი, ეს მარტივი გასარჩევია. ჩვენი შეკითხვაა ჩამოთვლილი წარწერებიდან, ესე იგი, საქაღალდეებს აქვს გარკვეული წარწერები, ხო? ჩამოთვლილთაგან, რომელიც წარწერის მქონე საქაღალდეზე შეიძლება დანამდვილებით იმის თქმა, რომ მასში არ ინახება ხელშეკრულება. დავიწყოთ პირველი დებულებით. პირველი დებულება ამბობს, რომ ხელშეკრულება წითელ საქაღალდეში ინახება. თუკი ამ წინადადებას ჩვენ შევხვდებოდით წითელი საქაღალდის პირობებში, შეუძლებელი. წითელი არ ითხოვდა ხელშეკრულება წითელ საქაღალდეში დევსო, ხო? იმიტომ რომ წითელი საქაღალდე უნდა ამბობდეს აუცილებლად ტყუილს და წითელი საქაღალდე თუ ამბობს ხელშეკრულება წითელ საქაღალდეში ინახება, შესაბამისად ეს წინადადება ტყუილი აღარ გამოვა. ესე იგი გამოვიდა რომ მწვანე საქაღალდე ამბობს ხელშეკრულება წითელ საქაღალდეში ინახება. იქიდან გამომდინარე რომ მწვანე საქაღალდე ყოველთვის სიმართლეს ამბობს, წარწერაც სიმართლეა და ამ მწვანე საქაღალდეში, რომელშიც სიმართლე წერია და ამბობს ხელშეკრულება წითელ საქაღალდეში ინახებაო, საბოლოო ჯამში სიმართლე გამოდის და ვადგენთ რომ ამ კონკრეტულ მწვანე საქაღალდეში ხელშეკრულება არ ინახება. მეორე წარწერა. ხელშეკრულება მწვანე საქაღალდეში ინახება. თუკი ჩვენ წითელი საქაღალდე გვეტყოდა წინადადებას ხელშეკრულება მწვანე საქაღალდეში ინახებაო, აქ ჩვენ უნდა გავაკეთოთ ახლა ორი დაშვება, ხო? ერთი დაშვება არის ის, რომ თუკი მართლაც წითელში გვექნება, ანუ იდეაში ხო წითელი ტყუილს უნდა ამბობდეს. ნახე როგორი ჩიხური სიტუაცია იქნება. წითელი ამბობს ხელშეკრულება მწვანეში ინახებაო, ეს წინადადება თუ ტყუილი გამოვა, ესე იგი უნდა ინახებოდეს წითელში. ამიტომ ამ პირობით ჩვენ ვადგენთ, რომ ხელშეკრულება წითელში ინახება იმ დაშვების პირობებში, როცა ჩვენ ავიღეთ, რომ წითელი საქაღალდე ამბობს ამას. კიდევ ერთხელ, ნახე, ყურადღებით იყავე. ხელშეკრულება მწვანე საქაღალდეში ინახებაო. თუ კი წითელი საქაღალდე იტყვის ამას, ხელშეკრულება მწვანე საქაღალდეში ინახებაო და ეს წინადადება უნდა იყოს ტყუილი წითლის გამო, ეს ნიშნავს, რომ წითელში ინახება. თუ წითელში ინახება, ახლა ჩვენ იმის თქმა ამ კონკრეტულ წითელ საქაღალდეში ინახება თუ სხვა წითელ საქაღალდეში ჩვენ ვეღარ დავადგენთ. ამიტომ მეორე პირობა უკვე არ არის საკმარისი, მეორე წარწერა, იმიტომ რომ ეს დაშვება წითლის დაშვება შედის ჩიხში. თეორიულად მწვანე დაშვებაც რომ წარმოვიდგინოთ, შეუძლებელი ხო მწვანე კონვერტი არ იტყვის რომ ხელშეკრულება მწვანე საქაღალდეში დევსო, უпростоრად იტყვის მწვანე საქაღალდე რომ ხელშეკრულება მწვანე საქაღალდეში იქნებაო, მისი ნათქვამი გამოვა სიმართლე და აქაც ზუსტად იგივე მიზეზის გამო რაც წითელში გვქონდა, ვერ დავადგენთ ამ კონკრეტულ მწვანეში დევს თუ სხვა მწვანეში დევს. ანუ ვერ ვიტყვით თანამდებობით, რომ აი ამ მწვანე საქაღალდეში არ დევს ეს ჩვენი ხელშეკრულება. შესაბამისად, მეორე მსჯელობა არ არის საკმარისი. ნახე მესამე. ხელშეკრულება არც წითელ და არც მწვანე საქაღალდეში არ დევსო. აი ეს წინადადება იმ თავითვე გასაგებია რომ ტყუილია. თუ კი ეს წინადადება იმ თავითვე გასაგებია რომ ტყუილია, გამოდის რომ წითელი საქაღალდე ამბობს ამას, რომ არც წითელში იქნებაო და არც მწვანეში. რატო ეს წინადადება ტყუილი ხო? იმიტომ რომ რომელიღაცაში მხოლოდ ერთში ხო დაევს და ის ან წითელი ან მწვანე. მწვანე საქაღალდე შეუძლებელია რომ ამბობდეს წინადადებას ხელშეკრულება არც წითელში ინახებაო და არც მწვანეში. ახლა კი გავარკვიეთ ჩვენ, რომ წითელ საქაღალდეში დევს ეს ჩვენი ხელშეკრულება, მაგრამ უნდა დავსვათ შეკითხვა. ეს წინადადება ტყუილი წითელი საქაღალდის გამო თუ მწვანე საქაღალდის გამო? რას ვგულისხმობ, ნახე, ეს მესამე ხელშეკრულება აუცილებლად წითელია. ხელშეკრულება წითელში დევს თუ მწვანეში დევს, ჯერ ჩვენ არ ვიცით. თუ კი წითელში იქნებოდა ეს წინადადება ტყუილი იქნებოდა, თუ კი მწვანეში იქნებოდა ეს წინადადება მაინც ტყუილი გამოვიდოდა.
გამოდის, რომ მესამე წინადადების პირობებში თეორიულად დასაშვებია როგორც ის სცენარი, რომ ამ წითელ საქაღალდეში იყოს ხელშეკრულება, ასევე ის სცენარი, რომ ამ წითელ საქაღალდეში არ იყოს და იყოს მწვანეში. ამიტომ მესამე მსჯელობაც ვერ გვეხმარება. მხოლოდ პირველი გამოდის აქ სწორი პასუხი.